სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. ჩვენ დღეს მოვისმინეთ ძველი აღთქმის საკითხავი ნოესთან დაკავშირებით, წარღვნის პერიოდთან დაკავშირებით. იგი ბევრი რამით არის გამორჩეული ეს მამამთავარი. ერთი იმით, რომ ახლა წარმოიდგინეთ იმ პერიოდში, როდესაც ყველა ადამიანი გაირყნა, ესე იგი, უღმერთო ცხოვრობდა და უზნეო ცხოვრობდა. ამ ერთმა კაცმა მოახერხა და სიწმინდით ცხოვრება შეინარჩუნა. ახლა ჩვენ ზოგჯერ შეიძლება ვთქვათ, რომ გარშემო სულესია, ყველა ეს ეშრება და მეც რაღაცნაირად უნდა აუყვე, მაგრამ წარმოიდგინეთ, ნოეს ერთი კაციც კი არ ყავდა მისაბაძი, ვისთვისაც შეიძლებოდა რომ მიებაძა. ყველა გაიყო, ყველა უზნეო იყო, ამიტომაც სხვა გზა არ რჩებოდა ღმერთს და წარღვნაც მოავლინა. იმისათვის, რომ ნოეს ოჯახით შემდგომში მისი სიშვილების დაუმავლები არ არეულიყვნენ ამ ხალხში და ერთი ოჯახიც აღარ დარჩენილიყო, საიდანაც გაგრძელდებოდა ის მოდგმა, სადაც ნუგეშად ღმერთი ადამიანად უნდა მოსულიყო. მეორე საოცარი ამბავი კიდე ის არის, რომ ნოე, ესე იგი, ღმერთის ნების გარეშე არაფერს არ აკეთებს. იქ წერია, როგორც ღმერთმა უთხრა, ზუსტად ისე გააკეთა ნოე. ნოეზე წერია, რომ ღმერთთან დადიოდა ნოე, ანუ ასე განიმარტება, რომ ნოეს ყოველთვის ახსოვდა ღმერთი, ყოველთვის უფალი ყავდა თვალწინ, და მისი ყველა ცევა თუ ფიქრი თუ სიტყვა იმასთან იყო შეჯერებული, რომ ის უფალს როგორ ესათნოებოდა, როგორ მოეწონებოდა. საოცარი იყო ის, რომ წარღვნის შემდგომ ნოემ პირველი რაც გააკეთა, ეს იყო, რომ ააგო სამსხვერპლო და ღმერთს მადლი შესწირა, მადლობა შესწირა. ღმერთი ადიდა, პირველი ეს იყო, რაც ნოემ გააკეთა. და წერია, რომ ესე იგი ადამისეული უბრალოდ აბელის სხვებს შეწირვა გადმოიტანა ნოემ წარღვნის შემდგომ. ანუ იმ განწყობით, იმ სულისკვეთებით, როგორც აბელმა ღმერთს შესწირა საუკეთესო, აი ნოემაც სწორედ ეს გააკეთა. პირველ რიგში ეს გააკეთა და წერია წმინდა წერილში, რომ კეთილ სურნელებად იყნოსაო ღმერთმა ეს მისი მსხვერპლი. ახლა წარმოიდგინეთ, რომელ კეთილ სურნელებაზეა ლაპარაკი. ახლა ადამიანს სიტყვაზე რაღაცა ხორცი რო დაეწება თუ რაღაცა დაეწება დაფაზე სახლში, რას უნიდგება, ხო და 1 კილო ხორცი კი არ დაეწვა, მთელი ცხოველები შეიწვა და შეიხრუკა და ეს ყვამლი ადის ზეცაში. მაგრამ ამ კეთილ სურნელებაზე კი არ არის ლაპარაკი. ნოეს გულიდან წამოსულ კეთილ სურნელებაზეა, იმ განწყობაზეა, იმ ღვთისადმი მადლიერებაზე და ღვთის დიდებაზეა ლაპარაკი. ეს არის კეთილ სურნელება, რასაც ღმერთი შეიწირავს ადამიანის ღვთისადმი დამოკიდებულებაზე. ესე იგი, როგორც მარილს რომ იყენებს ადამიანი, აი ხორცს რომ დაამარილებს ხოლმე, დაამარილებს იმისათვის, რომ ხორცი არ გაიხსნას, არ გაფუჭდეს და ამ მარილს აქვს თვისება, რომ ხორცი თქვენ შეინახოს. ასევე აი ნოეს და ნოეს თამომავლებს, სულიერს თამომავლებს უპირველეს ყოვლისა. ეს ქრისტიანები არიან, აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ეს წუთისოფელი გახსნისაგან დაიცვა. სანამ, აი როგორ ამბობს სახარებაში უფალი, რომ იყავითო მარილი და თუ ეს მარილი განქარდაო, რიღათი უნდა დაამარილო. ანუ თუ მარილმა თავისი ფუნქცია დაკარგა, იმ ხორცს ვერ დაამარილებ, გაიხსნება. და თუ ქრისტიანმაც, მორწმუნე ადამიანმაც ეს სიწმინდე დაკარგა, რითაც ეს წუთისოფელია დამარილებული, რითაც იცავს ღმერთი ამ წუთისოფელს გახსნისაგან, მაშინ ესე იგი საშველი აღარ არის. მაშინ უკვე მეორედ მოსვლაც იქნება. ნოეს სახელი ასე გამოითარგმანება, ნოე ნიშნავს ნუგეშს, ესე იგი. ნოე მართლაც ნუგეში იყო მაშინდელი კაცობრიობისთვისაც და დღესაც. და ყველა ადამიანი, ვინც შეინარჩუნებს ის მორჩილებას, როგორც ნოე იყო მორჩილე,
ჩვენ ნარჩუნებს სიწმინდეს, როგორც ნოე ცხოვრობდა, წმინდად და სუფთად და რწმენით ცხოვრობდა. როგორც პირველ ადგილზე ნოე აყენებდა ღმერთს და ჯერ მას მიმართავდა, მას ადიდებდა და ემადლიერებოდა. აი ესე თუ დღესაც იქნება ესეთი ადამიანი, ისიც მუგეში იქნება დღევანდელი სამყაროსთვის. თითოეული ესეთი ადამიანი მუგეში იქნება და ესეთი ადამიანების სიმრავლეზეა დამოკიდებული საერთოდ სულიერიც და თუნდაც ხორციელი კეთილდღეობა, რომ ღმერთმა ადამიანებს მოხედოს და შეიწყალოს და მადლი მიანიჭოს. შეიძლება აი მაგალითად ერთი ადამიანი ცხოვრობდეს ოჯახში ასეთი და იმ ერთის გამო ღმერთმა ეს ოჯახი მადლით აღავსოს. შეიძლება უბანში ცხოვრობდეს, ქალაქში, როგორ იყო სოდომ გომორში. 10 მართალიც რო ყოფილიყო სოდომ გომორი არ დაიჭირა. 10 მართალიც კი. ახლა წარმოიდგინეთ, ეს სოდომი და გომორი კი არ არის მარტო 5 დიდი ქალაქი. მათ შორის ეს სოდომი და გომორი კიდე მოწინავე ქალაქები, ამიტომაც ესენი უფრო სახელდება ხოლმე. ამათ სახელდება უფრო ხდება და ამათი გამოყოფა თორე სხვა ცებოიმი, წოღარი, ადმა ქალაქებია. მაგრამ 10 მართალი არ აღმოჩნდა აი ამ ხელა ქალაქებში. ის იმ 10 მართლის გამო ერთი გააჩერებდა. და რატო ამბობ, რომ ის 10 მართალი რამხელა მუგეში იქნებოდა იმ ქალაქებში, მაგრამ არ აღმოჩნდა. და აი ღმერთმა ჩვენ ძალა მოგწეს, რომ ვიყოთ ნამდვილი შთამომავლები, სულიერი შთამომავლები ნოეს, ისედაც ნოეს შთამომავლები ვართ, ხორციელათაც მისი შთამომავლები ვართ. ხელახლა სწორედ ნოესგან გამრავდა კაცობრიობა, სემი, ქამი და იაფეტი. ჩვენ იაფეტის შთამომავლები ვართ, ესე იგი ქართველები. ხორციელათაც, მაგრამ ხორციელი შთამომავლობა არაფერს არ სიკეთეს არ მისცემს კაცს, თუ იმ სულის კეთებისა არ არის. შეიძლება მამა ღირსეული კაცია, მაგრამ შვილი არ ვარ. შეიძლება მამა უღირსი, მაგრამ შვილის სიწმინდეზე, ესე იგი შვილი თუ წმინდა ცხოვრობს, მამის უღირსობის გამო შვილს არაფერი არ ეუბნება. თუ რა თქმა უნდა არ ჩავთვლით იმას, რომ მისი მაგალითით რა თქმა უნდა დაბრკოლდება და რაღაც ეუბნება. ახლა ადამიანი თუ ლოთობს და ნარკომანობს, ეს მიდრეკილებები ბუნებითად შვილშიც გადავა და შვილსაც ექნება მერე საწვალებელი, რომ ეს გამოასწოროს, რა თქმა უნდა. ამიტომაც არის ნათქვამი, რომ მშობელმა ზრუნვა შვილის აღზრდაზე იქამდე უნდა დაიწყოს, ჯერ სანამ შვილი ყავს, თავისი თავი მოიყვანოს წყობში, ესე იგი საღვთოდ მომართოს, რომ მის შვილს ნაკლები წვალება დაჭირდეს აი ამ ცოდვიან მიდრეკილებებთან მიმართებაში. შეგვეციოს წმინდა მამამთავარი ნოე და ღმერთმა მისით და მისნაირებით დღესაც ამოგეშვეს დღევანდელი კაცობრიობა. ჩვენთან არის ღმერთი. ჩვენ ხვალ წირვა გვექნება სოფელ ქერეში და ხვალ საღამოთი პანაშვიდს აქაც აღვასრულებთ, იმიტომ რომ მიცვალებულთა ხსენების დღეა და სურვილი გექნებათ, რომ ან თურმე საკუთრი ექნებათ, შეგვიძლია რომ ისიც აკურთხოთ და ჩვენი მიცვალებულებიც მოვიქცევთ.